თბილისის მთავრობის წევრებმა დღეს რიგით მეორე სხდომა გამართეს, სადაც გზების მოვლა შენახვისა და მიმდინარე შეკეთების პროექტების შესახებ ისაუბრეს. მთავრობის წარმომადგენლებმა სხდომაზე უფასო სასადილოები მონიტორინგის და სატრანსპორტო სისტემის ეფექტურობის გაზრდის შესახებაც იმსჯელეს. შესაბამისი ჯგუფები გავაძლიერებდა მონიტორინგი მხედრეჭარასთან დაკავშირებით მკაცრდება და მინდა ყველას მოუწოდო, რომ თავი გაანოდონ უკანონო ჭრას, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ძალიან მკაცრად დაისჯებიან, ვინც არ უნდა იყვნენ, ხოლო ის ვისაც აქვს შესაბამისი ნებართვა ხის მოჭრასთან დაკავშირებით და გააჩნია ასევე ვალდებულება, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე მოახდინოს გამწვანება, რა თქმა უნდა, მათზეც მონიტორინგი იქნება კაცრი, რომ დაიცვას შესაბამისი სანებართვო პირობები. მე წინა მთავრობის თქმით დამევალა შემესწავლა თბილისის მერიაში არსებული შეფასე ლაბორატორიის საქმიანობა. გვაქვს მოსაზრებები, რომ ლაბორატორია არ მუშაობდა ისე, როგორც უნდა განახორციელებინა მისი სამუშაოები. კონკრეტულად არ იყო განვითარებაზე ორიენტირებული და ასევე ფაქტიურად დონაციაზე ეჯდა მერიას, რომელიც წელიწადში თითქმის 1,5 მილიონიდან 2 მილიონ ლარამდე ჯდებოდა. ამიტომ ამ საკითხის კიდევ უფრო სიღრმისეული შესწავლა დაგვევალა დღევანდელ მთავრობაზე.